მე ვარ ლელა ყირიმლიშვილი, ვარ პროფესიით კოსტიუმების დიზაინერი. მიყვარს სამკაულების გაკეთება და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. ვარ ესიაო ირაკლი, 22 წლის, ვსწავლობ სოხუმის ფედერალში იურიდიულ ფაკულტეტზე. მე ვფიქრობ, რომ შეხვდა საკმაოდ საინტერესო კონკურენტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ შანსი მაინც მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტი მყავს. შანსი ყოველთვის არის მოგების, ამდენად მაქვს ეს შანსი. ვერ გეტყვით. ჩემი საუკეთესო რეკლამა ვარ მე. თუ მე მომცემთ ხმას და დამიმეშიჯებთ, დარწმუნებული იყავით, რომ მე თქვენი მომდებს აუცილებლად გავამართლებ და მომავალ ეტაპში უფრო საუკეთესოდ წარმოვადგენ ჩემ თავს. ნელა ჩვენ უკვე უახლოვდებით ფინალს. მაყურებელს ვთხოვ, დამიჭიროს ხარი. რამ გაიზრდა ლიფტში გაჭედა? შემთხვევითობა. შენ? მეც მას. წარმოშობა საიდან? გვარი. ყველაფერი გაინტერესებს. აბსოლუტურად. დრო გვაქვს რა. რა გითხრა? დავიბადე თბილისში. საბუთალზე ვცხოვრობ, საბუთალზე. თორემ დაიბადე ძალიან პატარა იყავი, ხო? მე ისედია. შენ რა საცხოვრობ? ხო, მე მუხიაში ვცხოვრობ. მუხიაში. ეხლა ამ წელს სად არის? არა, ნამდვილად არა. ვიცი სადაც არის. ნამყოფი ვცხოვრობ. ჩაიფიქრე? რომ შევედი მაშინ. ძალიან კარგი. რამდენი წელს ახლა? 22-ის. 26. ახლა მე ვიტყვით რამეს ან იცი უკან გამამხიარულებთ ან რამის გააკეთებთ? მე უნდა გაგამხიარულო. მე ვფიქრობდი რომ შენ უფრო პატარა ხარ. მე პატარა. უფრო პატარა ხარ, მე უფრო კარგად გამოგიო. დიდი ხარ ხო გამბედავი გოგო ჩახარ. შენ მორიდებული ჩახარ, არ გეტყობა? არა, ნახე თვალის ვერ გისურვებ. აი, რატო? დავიცი. არა, ეგეც საშიში. არ გეშინოდეს ჩემი. არა, ესეთი. კარგი მაშინ. შეგიძლია რომ უფრო თავისუფლად იყო და მოეშო. არ არის პრობლემა. სახელი როგორ მითხარი? ლელა. ლელა. პირდაპირ არ დამოვიწყდე. აი, არა, თუ დაგავიწყდა შეგახსენა, ხარ არის პრობლემა. არა, ლელა. მოიხარე ლელა, რამე მომიყავი შენ ცხოვრობი და რამე საინტერესო მე მოგისმე. იქნებ ჯობია შენ მომიყვა და მე მოგისმე. მე ჯერ პატარა ვარ, არც არაფერი გამი. რატო უკაცრავად 22 წლისა ხარ, ძალიან პატარა გონია კიდე შენი თავი? პატარა ვარ. არა, მინდა გითხრა. არა ხარ ასეთი პატარა. თავს ნუ მაცოდებ. არ არის საჭირო. არ არის საჭირო, ვერ შემაცოდებ თავს. რა საინტერესო ადამიანთან მოხდი მე ლივჩი რა. მეც როგორც ვატყობ. როგორც ვატყობ. საინტერესო ადამიანთან დავნახოთ ბოლოს რას ვიტყვი. ბოლოს ხო, ბოლოს რამდენად საინტერესო იქნება ეს გათვლებული პერიოდი, აი მაშინ. აი ეს დაიმახსოვრე. მე ჯერ აკეთებს. დასაწყისი არაო. მილოცაური. კი, დასაწყისი ან თბილად და მე ვნახოთ ხო? ხო. რა ვიცი. არა, არც აგრესიული ვარ და არც კონფლიქტური საერთოდ ხასიათით რა შინაგანად და შენ ხარ აგრესიული? არა, რას ლაპარაკობ? სულ არა. არანაირად. აი როგორც ახლა ვარ, ისეთი ვარ რა. ყავასე მაგ ვიჩხურებს ჩვენ. არა. ნამდვილად არა ვარ, ვაჩხურად არა. ხა როგორ გამიხარ და აი შეერთერთად რო გავიჭედე ლიფტში შემო წარმოდგენილი არა. მართლა? ოღონდ ხა შეწამდა ბიშტაეთო და გავჭედილი ყავი ლიფტში? ხო. ძალიან ისე იქნებოდა რა. მეც გავჭედილი ვარ გოგოსთან ერთად. ხო, მაგრამ როგორ დროატარე? რა ვიცი, მე ძალიან კარგად ვწვდი თავს. დისკომფორტი არ შემქნია. აი, კარგად გაერთი. კი, კარგად, მშვენივრად. და რითი გაერთე? მოდი ხე მიგივეთი გავერთოთ აქ თუ გინდა. ოღონდ ცოტა შევცვალოთ. მე ბიჭი ვიქნა. აი ესე ვიჯექით. შვიდად, წყნარად. საუბრობდით ერთმანეთს, უზიარებდით. მე გამიზიარი აზრი. ასე. რას უზიარებდი? რაც აინტერესებდა იმას, რაც მე მაინტერესებდა. შენ რა გაინტერესებს? რაც ისგან მაინტერესებდა, შეგან არ მაინტერესებდა. რა გაიაზი საუბრობ. რა ვიცი, ვერ საინტერესო რაღაცა, როგორ გითხრავა. ვერსა.
მოგწინდა ხო შემდეგ? სადა? აქ. როდის? ეხლა. არ გწხვენია? არა. არა, დედამუნდის პირიქით. რაღაცა ისე ხარ, რომ ასე მგონია რომ მოგწინდა. არა, დედამუნდის პირიქით, ასე სულერია. პირიქით ახლა იცი რომ ხიარულად გულშითაა. ძალიან რაღაც აი არა, მე კარგად თორე ხლა აქ და არ მინდა რომ შენიკო რაღაც ისეთი რაღაც მოწყენილი. აუ, შენ ვერ მომაწყენ დედამუნდის. არა, მე არ ვცდილობ რომ მოგაწყენ, უბრალოდ არ მინდა რომ შენიგწო თავი რაღაც. დარწმუნებული იყავი, რომ ეხლა მე ვარ მხიარულად რა. კარგია. გულში ვიცინი და გულში მხიარულობ რა. კარგია ძალიან. მეც მიხარია. რა გიხარია? რომ შენ კარგად გწნობ ეხლა აქ თავს. აი ხელა, აი რა კარგი გოგოა რა. რა კარგი გოგო. შენ თორე როგორ ცოტა მოგიყვანდი ისეთ კაი გოგო ხარ. დიახ, ჩემს და მამაჩემს რა უთხარი. რატო? ჰა? რა დიდი რო არა ხარ? ო, ცოტა ადრე ფიქრა. ამის რატო ვიცი ეს ჩავართნა და გაჩუმება და რაზე ფიქრობდი? აი, ფერზე. არათაც. რატო? აუცილებელია სულ ლაპარაკო და სუმოძრაობაში იყო და რაღაცები. აი, ბოლოს მე და შევართ ერთმანეთის უცნობები, ხო? უცნობი ადამიანები. უცნობ ადამიანთა, აი, ასეთ პატარა იმაში როგორ შეგიძლია წყნარად იყო. გადამრე, მე ვერ გცნობ. მე პირიქით მიკვისა და უცნობ ადამიანთა რო ხვდებიან და იმდენად რო თავისუფლად გცნობენ თავს და იმდენად რო კონტაქტურები არიან, რომ არაბუნებრიობაში ჭრება ეს. არ შეიძლება უცნობ ადამიანს შენ აი ესე რაღაცა იმის მიმართ რაღაცის დამოკიდებულება გქონდეს. შეიძლება რომ იყოს ნეიტრალური დამოკიდებულება, რომ მოგეწონა და სასიაოვნო ადამიანი, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ყირაზე უნდა გადახვიდე და ამით რაღაც კაი გამოიჩნდა. მე ესე ვფიქრობ. და თქვენ სწორად ფიქრობთ. ვარ უცოლო? ეგარ სუჟენისტიკა. არ. სუჟენისტიკა არის, ხო ხარ უცოლო. არ, ეგ ცუდობაა დედა. ეგ მინუსია. ეგ მინუსი. მაშინ მითხარი კარგი, ნუ მე მინუსი. ეგ მინუსი. არ მინუსზე ხა თავი შევიქო და აი შეიძლება. ხო შევიქე. მიდი გააკეთე რეკლამა, მიდი მაინტერესებს ერთი. მიდი შენ შემაქე, აბა როგორ შემაქებ? მე უნდა შეგაკეთო. ხო აი ხო არ ვიცნობ და შემაქე. ესე იგი რეკლამა გამეკეთე ესე ვთქვა და მე მეკაიკეთებ შენ მაგარ რეკლამას. მართლა? და მომიგდეს. აი. ესე იგი ერთი შეხედვით. ზეპრი დათვალიერებით. ზეპრი დათვალიერებით. ესე იგი შენ ჩანხარ, უბრალოდ გეტყვი როგორი ადამიანი ჩანხარ. თო რეკლამას ვერ გაიკეთე. კარგი. როგორი ადამიანები ჩანვარ. რა ვიცი, იქნები როგორ იცი, აი საკმაოდ თბილი ადამიანი იქნება. მე ეს თავი დამჭ. არ იქნები ცინიკოსი? რას ლაპარაკო? არა. აი უარყოფითი ენერგია რაღაცა არ მოდის შეგა. არ ვიცი ხა. ხო რეკლამაც ხო გამომივიდა, მარტო არა, მომისდა ახლა ბუმბერაზე კაცი ორ სიტყვაში ავხწერე? ამაზე დიდი რა კი. მე შემიძლია შენ შესაძლოა ვისაუბრო 2 დღე და 3 ღამე. არ მინდა 2 დღე, 3 რაღაცა თქვი და ისეთ კონკრეტული და დამაჯერებელი. არ უნდა ძალიან ბევრს მიდებმოდება და ლაპარაკი. 3 თქვი და კონკრეტული და დამაჯერებელი. მე შემიძლია ისეთ რეკლამა გაგიკეთო, ხო? ხო, აბა როგორ? აქეთა რომ გახვიდე, აქეთა რომ გახვა, ხო? მივიდე რომ გახვა. აი დრო რა არა. იდღიდა როგორ, იცი აი დედამოდეს, არა მე ხა დარწმუნებული ვარ ახლაც პაკლონიკების ის იქნება. აი მე როგორ იცი აი შენ უნდა გიმ ბალკონი გაქვს? აივანი მაქვს. აივანი, ხო, აი აივანზე თაიგულების სროლა და ღამიცერენ და. ვაი, მიდი, ახლა მიდი შეეცადე. გინდა, როგორ უნდა გათხოვება? არა, გათხოვება რა შუაშია, რა, თაიგულების სროლა გათხოვებას მისცემ, შენ როგორ აღწერე? ეს ყველაფერი თაიგულები ქორწილებს თავდება რა მე და დიდი აი ეგრე არ არის ცხოვრებაში. მითხარი აბა მითხარი. რა გითხრა? აი და დამახასიათე მაინდა. მე ხო გითხარი შენ როგორი ადამიანია? ჯერ გვარი მითხარი შენი? ყირიმლის შვილი. ქართული წარმოშობა. შენ როგორი ხარ? ესეა. მე სამეგრე. სამეგრე. სოხუმე. ლელა. დიახ. ძალიან კარგი ადამიანი ჩანხარ ლელა თქვენ. მადლობთ. ხო. ძალიან კარგი მეგობარი გამოვა თქვენსგან. მადლობთ. ძალიან კარგი მეოჯახე იქნება ლელა. ეს უკვე რეკლამაა. დამაცადე. დამაცადე და დამაცადე გათხოვებ ახლა მე. არ მინდა რა თქმა შენი დის არ არის მოვალეობა ეგ. შენ მითხარი მე, შენ უმუშაობ. იმაზე რომ რაღაცა კაი გამოჩნდა. მე მითხარი პირადად, მე მაინტერესებს შენი აზრი. როგორ სტაბილიზდება დამჭა. ხო, თორე ხალხს აზრი ჩემ და ვიცი კაკა. აი, ახლა გეტყვი ახლა. მე შენზე როგორ სტაბილიზდება დამჭა. ამე შენ
გიყურებ ჯერ სადაც ერთი 20 წუთია, ხო? ხო. ხო, 20 წუთი. აი ამ 20 წუთის განმავლობაში, ხარ არაჩვეულებრივი ადამიანი რა. არაჩვეულებრივი ადამიანი. ლელა. ლელა თქო, ლელა. Se uçit lasi viსაც აქ. ლასი რა არის? ლ, აი, მე გრო ლ. ლ? ხო, ლ viსაც აქ. არა, აი მე უყურე ლალი. მიჭირს? არა, მე არ მიჭირს. ვარა არის ხა. ჩემ ოჯახში მაგალითად ძალიან ისე. ირაკლი, როგორ ხარ ირაკლი და? ხო. ძალიან ისე. არა მე შენთვის შემიძლია ერთი ლიფტი გაჩუქო. რაუნდამაჩქო? ნუ რამნიშნულობა. კაი. სამახსოვროდ გაჩუქებ. მაჩქე. დიდი არაფერი არა. არა, ისაც არ არის დიდი არაფერი. ვაი. თუ გატეხილია, მაგრამ არა. უღრმესი მადლობა. მოდი გაკოს. დიდი მადლობა. კაი ბიჭო. მართალი გითხრა, არ ვიცი მე ხავს. გამოყენე. თუ გინდა გასწავლი, გინდა? და გასწავლი. ხო, არ ვიცი. აუ, ძალიან ადვილია. აი ლელა, ნახე. თან პატარა არის რაღაც კომპაქტური და კაი. კარგია, დაიჭირე უყურე. აი ესე დაიჭირე. აი ეს დაკეტე. და ესე დაიჭირე. ხო გიგავია. ეხა ხელი გადმოაბრუნე. ერთი გამოუშვა, ხო? ხო, აი ეს. ეს და ხო. ხო გადმოაბრუნე. ხო. დამოვიცოთ. არა უშავს მე აქეთა რომ გავალთ უფრო კარგად არა ლელა, არა, მე ძალიან პრინციპული ადამიანი გავხ, ახლა ვარ და უნდა გასწავლო. აი, მოყვე, აი ყურე. ეს გიკავია და უბრალოდ ეს ატრიალეთ. ხელი ტარიდან მატრიალო? ტარი ატრიალე. გასაგები მაცადე. და უკან, არა. დაატრიალა? დაატრიალა. გადაატრიალა უკან. არა, რას აშვები ლელა? ლელა, მარცხვა ლელა. 15 უკლია. 7. აუ, და მომენტი შეხო წარმოდგენილი არა, აქ რა უცბად გავიდა დრო რა. რა ვიცი, მე არც მიგუძნია ეს ხარა რომ გავიდა. ამდენი ხანი თუ არა, არც მიგუძნია არანაირად რაღაც ისე 7-ად მოვთავს. ხო და ეზოჩის ვღიღინებ, ქუჩაში ვღიღინებ, მე ხა შემიძლია აქედან რომ გავალ ვიღიღინო. კაია. ხო, და რა ვიცი, რა სულ ვღიღინებ მოკლედ. კაია. მე არა, მე ნაკლებად. აი მე ნაკლებად სახშიო. მე ჩართული მაქვს მუსიკა და ისე. ჯობია. ჩემი ჯობია რომ მაგნაფონი მუსიკა. ვინცის სიმღერა იმან იმღეროს მირჩევნია ვიდრე. რაღაც მე ვეღი. ასე ხა სიმღერა ეს ჩაკმინდე ხმო რა. ტექნიკურად მითხრა. მე? აბა მე ვთქვი. პირიქით, სასიამოვნოა რო ღიღინე და კაი განწყობაზე რო ხარ. ბიჭო რა წაწითლებული ვარ, ხო? ხო არ გახსოვარ ესეთი მაშინ. არა, ადრე რაღაცა ცოტა სხვანაირი იყავ. მე მგონი ზაგარი მივიდა. აქ ხო? ამ განათებაზე. არა ხარ წითელი. როგორ წითელი ვარ, შენ არ გინახავარ მე ადრე. რა გჭირს ვერ გავიგე, ეს სარკეს არ მოშორები. აი რაც შემოხვედი, ხო? რაც აქ ხარ, მინდა გითხრა რომ სარკეს არ მოშორები ხარ. ამიხსენი რა. რატო რა ესე ნარცისიზმით ხარ დაავადებული? არა, პროზ მიყვარს რა ეს. შენ თავზე ხარ ასე შეყვარებული? აი მე. რა მიყვარს ეს. აი რაღაც საყვარელი ბიჭია ხო ძალიან? ეს მაგ. მიდი, არ შეგიშლით ხელს. ხო, აი ვითომ ხარ. მიდი, არ შეგიშლით ხელს. ეს სიყვარულეთ ერთად. მელოდიის გაყვებოდის რა? როგორ? მელოდიის. რას გამელოდი? აქოთ მარ აქვს თუ საერთოდ რო არ აქვს? მელოდია. ხო არა, აი აქ რო არ აქვს, თქო და აქედან რო გამოტანე. დავაბერი რო აქვს, დავახ. ხო, აქედან რო გამოტანე. რა ვიცი რა თუ მიყვარს რას ნიშნავს ახლა? მე სიმელოტა მიყვარდებოდა მელოტი ბიჭი მე შეცდები. აი, უცებს. არა, კი. ჰა? კი, რატო არა? ასანგები. რა პრობლემა? არაფერს მაგაში არ ვხედავ არანაირ პრობლემას. გარეგნობაში თვითონ ადამიანის გარეგნობაში. მაიც ახლა გარეგნობას არ აქვს ყურადღებას? გარეგნობას როგორ არ ვამბობ, პრობლემას ვერ ვხედავ, რომ აი რა ხან მელოტია, ამიტომ ასე რომ ეხლა აი ეს არის და რაღაცა არ მომწონს ესეთი და იმიტომ ამას რაღაც კონკრეტულად. შეიძლება მთლიანად გარეგნულად რო შეხედავ, ჰაპიტუსი არ მოგეწონოს და всё, არ მოგწონს ის ადამიანი ფიზიკურად, მაგრამ მარტო იმიტომ რომ აი ფიზიკურად მოგწონს, მაგრამ რა ხან მელოტია, ამიტომ არ გავყო. ეგ ცოტა მგონი არ არის. ჯანსაღი მიდგომა. ჯანსაღი. ხო, ეგრეა.
ბიჭო, ეს თმა რაღაც ძალიან ისე აშტეკინებული. რა გჭირს რა? აშტეკინებულია და. არა, მშვენივრად გაგთმები, მინდა გითხრა, ნუ ნერვიულობ. გაჩერდი, ხა მომატყო. აი, ხედავ ამას? მოკლედ თვა და იმიტომ მინდა გითხრა რა. არა, მოკლედ. მოკლედ გაგთმები და იმიტომ. ის კოჭორი ერთი მაქვს, ხო? გამოტია თავი. კი. ერთ ცოლ მოგონება შეგ, ხო? ხო. აჰა. ბედნიერი კაცი ხარ? ბედნიერი. ატო ერთი ცოლი. თუ ერთი ხარ. და ატო ერთი.